სამისაში დამნაშავე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან უკოლოდ გაქრა. არც გვირაბი, არც განიტრილებული მცველები, ისინი უბრალოდ გაუჩინარდნენ. 6 თვის განმავლობაში ისინი გაქცევას გეგმავდნენ. ყველაფრის ორგანიზატორი იყო ირანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოპატი ჰოსეინ ნაერი, რომელსაც ხალხზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეეძლო. მათი გეგმა რამდენიმე ზედწარზე მეტალის საჭრელ ხერხსა და ერთ მობილურ ტელეფონზე იყო აგებული, მაგრამ სიხარბემ, ღალატმა და ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 2016 წელს ორანჯის ოლქის მამაკაცთა მაქსიმალური უსაფრთხოების ციხიდან გაქცევა შეუძლებლად ითვლებოდა. შენობაში 60-ზე მეტი პატიმარი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ნაერისთვის ეს ადგილი უკანასკნელი შანსი იყო. ნაერი ირანელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა. ჭკვიანი და ქარიზმატული იყო, მაგრამ ყოველთვის არ ყვებდა წესებს. 2012 წელს მას მარიხუანის მაღაზიის მფლობელის გადაცებასა და სასტიკ წამებაში დასდეს ბრალი. დამნაშავეს ცნობის შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ციხე ელოდა. მან ამერიკიდან გაქცევა მოახერხა და 2 წელი ირანში იმალებოდა, თუმცა საბოლოოდ სამართალდამცავებმა ყოფილი ცოლის დახმარებით უკან დააბრუნეს და მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში გადაიყვანეს. სასამართლოს ლოდენის ნაცვლად ნაერმა გაქცევა გადაწყვიტა. F-ბლოკში მან საწოლის უკან სამინტილაციო ცხაური შენიშნა და მიხვდა, რომ ეს შეიძლებოდა თავისუფლების გზა გამხდარიყო. ამისთვის ორი თანამზრახველი იპოვა, ბაკ დონგი და ჯონათან დიუ. ბაკის კავშირების დახმარებით ციხეში ფარულად შეიტანეს მეტალის საჭრელი ხერხი და ყოველღამე ჩუმად ჭრიდნენ საწოლის ჩარჩოსა და შემდეგ თავად სამინტილაციო ცხაურს. 16 დღის შემდეგ ჩარჩო მოაშორეს, კიდევ 8 დღეში კი ცხაურიც გაჭრეს. ახლა მათ წინ ბნელი სამინტილაციო გვირაბი იყო. თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ ეს გზა თავისუფლებამდე მიიყვანდა თუ არა. გაქცევის ყველაზე რთული ნაწილი ახლა იწყებოდა. მათ ბნელი სამინტილაციო გვირაბების ლაბირინთში გზა უნდა ეპოვათ, თუმცა არც ულკა ჰქონდათ და არც იცოდნენ, რომელი მიმართულება მიიყვანდა გარეთ. მიხვდნენ, რომ სინათლის გარეშე ამას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ნაერმა ისევ ბაკ დონგს მიმართა და ამჯერად ციხეში მობილური ტელეფონის შეტანას თხოვა. ბაკმა ესეც მოახერხა. ტელეფონის ფანარმა მათ გზა გაუნათა. თუმცა ნაერს სხვა იდეაც ჰქონდა. მას უნდა მთელი გაქცევა გადაიღო. მისთვის ეს უბრალოდ ციხიდან გაქცევა არ იყო, სურდა საკუთარი დიდი გამარჯვება დაეფიქსირებინა. ყოველღამე ისინი ვენტილაციის გვირაბებში უფრო და უფრო შორს მიდიოდნენ. ერთი არასწორი მოსახვევი საკმარისი იყო, რომ ისევ ციხის სხვა ნაწილს შეაღმოჩენილიყვნენ. მძიმე ჰაერში, ვიწრო სივრცეში და მუდმივი შიშის ფონზე ისინი ნელ-ნელა სწავლობდნენ მთელ სისტემას. რამდენიმე კვირის შემდეგ ბოლოს თავისუფლებისკენ მიმავალი გზა იპოვეს, მაგრამ ახალი პრობლემა გაჩნდა. გაზრდილი მიწიდან დაახლოებით 3.7 მეტრის სიმაღლეზე იყო და რკინის გიზოსებით იყო გადაკეტილი. მათი გადაჭრა ძალიან დიდ დროს წაიღებდა. ნაერის სასამართლო კი სულ უფრო ახლოვდებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს ჯერ დარწმუნებულიყვნენ ნამდვილად საუკეთესო გასასვლელი იპოვეს თუ არა. ამისთვის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სატელიტური ფოტოები სჭირდებოდათ, მაგრამ ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ. ნაერმა ახალი გეგმა მოიფიქრა. მან ყურადღება ერთ-ერთ ინგლისური ენის მასწავლებელს, ნუსა რაგის მიაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურს იდეალურად ფლობდა, მის გაკვეთილებზე მაინც დადიოდა, რათა მასთან დაახლოებულიყო. ნუსა კეთილი და გულუბრყვილო ქალი იყო, რომელიც ყველას კარგ მხარეს ხედავდა. ნაერმა თავისი თავაზიანობითა და ქარიზმით სწრაფად მოიპოვა მისი ნდობა და სწორედ აქედან დაიწყო მისი მორიგი მანიპულაცია. ნაერმა ინგლისურის მასწავლებელს უთხრა, რომ მისი ადვოკატი იშვიათად აკითხავდა და სჭირდებოდა სცოდნოდა, სად მდებარეობდა მისი ოფისი, რათა საჭიროების შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციას მასთან დაკავშირება შეძლებოდა. სიამოვნებაში ნაერმა მშვენივრად იცოდა, რომ ადვოკატის ოფისი ციხის პირდაპირ ქუჩის მეორე მხარეს იყო. მისი ნამდვილი მიზანი სულ სხვა იყო. იცოდა, რომ ადვოკატის ოფისის რუკასთან ერთად ციხის გეგმაც მოყვებოდა. ნუსა რაგი, რომელსაც არაფერში შეეპარვია ეჭვი, დახმარებაზე მაშვენად ახლდა. მისთვის ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ზრდილობიანი პატიმრისთვის გაწეული მცირე დახმარება იყო. ვერც კი წარმოედგინა, რომ ამით ნაერის გაქცევის გეგმაში უნებლიე თანამონაწილე ხდებოდა. რუკაზე ნაერმა ყველაფერი ნახა, რაც სჭირდებოდა. სახურავის განლაგება, სამინტილაციო შახტების შორის მანძილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადგილი, საიდანაც დაბლა დაშვებას შეძლებდნენ. ახლა მათ უკვე ჰქონდათ მეტალის საჭრელი ხერხი, მობილური ტელეფონი და ციხის დეტალური რუკა. გეგმის განხორციელებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა, თუმცა დრო სწრაფად იწურებოდა. როცა შახტის ძირში იდგნენ და ზემოთ იყურებდნენ, მიხვდნენ, რომ ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. მათსა და თავისუფლებას შორის დაახლოებით 3.7 მეტრი და რკინის გიზოსები იდგა, მაგრამ ნაერს თითქმის ყველა პრობლემისთვის მზად ჰქონდა გამოსავალი.
მან გადაწყვიტა საწოლის ზეწრები თოკებად გამოეყენებინა. ზეწრებს ერთმანეთს აბამდნენ, მილებს გადააგდებდნენ და ნელ-ნელა სანტიმეტრით ზემოთ მიიზევდნენ. ეს უკიდურესად სახიფათო პროცესი იყო. ერთი პატარა შეცდომაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ მთელი გეგმა ჩამოშლილიყო. მათ ზეწრები მყარად დაამაგრეს და ასვლა დაიწყეს, მაშინ როცა მცველებსა და სხვა პატიმრებს წარმოდგენაც არ ქონათ რა ხდებოდა. ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ციხეში პატიმრებზე გაცემული ყველა ნივთი, მათ შორის ზეწრებიც, გაცრად აღირისხებოდა, თუმცა იღბლის ან დაუდევრობის გამო მცველებმა რაღაც გამოტოვეს და ნაერმა ეს შეცდომა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. დრო მათ წინააღმდეგ მუშაობდა. რაც უფრო დიდხანს რჩებოდნენ ციხეში, მით უფრო იზრდებოდა რისკი, რომ მათ გეგმას ვინმე გასცემდა. საგანში დაახლოებით 68 პატიმარი იმყოფებოდა და ბევრ მათგანს სასჯელის შემსუბუქების იმედი ჰქონდა, ამიტომ ინფორმატების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. გამჟღავნების შიში მათზე მუდმივად ზეწოლას ახდენდა და აიძულებდა უფრო სწრაფად ემოქმედათ. ყოველღამე სიბნელის საფარქვეშ ნაერი სავენტილაციო გვირაბებში შედიოდა და რკინის გიზოსებს ფრთხილად ჭრიდა. მისთვის მთავარი მხოლოდ გაქცევა არ იყო, მთავარი იყო ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ვერავის შეემჩნია. სრული საიდუმლოებების დაცვა საქმის მნიშვნელოვნად ანელებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონათ. ასე გავიდა 6 თვე. თვეების განმავლობაში მცველების თვალის არიდებისა და ციხის შიდა კედლებში ფარულად გადაადგილების შემდეგ მათ საბოლოოდ ბოლო ბარიერიც გადალახეს. ისინი სახურავზე აღმოჩნდნენ, თუმცა შვება დიდხანს არ გაგრძელებულა. სახურავზე გამოსვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ ეზოს თითქმის მთლიანად სათვალთვალო კამერები აკონტროლებდა. ერთი არასწორი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაფერი წამებში დასრულებულიყო. საბედნიეროდ ამჯერად იღბლმა გაუღიმათ. კამერები იმ მონაკვეთს არ უყურებდნენ, საიდანაც ამოვიდნენ. ამიტომ დროებით უსაფრთხოდ იყვნენ. მაგრამ როცა ქვემოთ ჩაიხედეს, კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდათ. მიწამდე დაახლოებით 21 მეტრი იყო და ასეთი სიმაღლიდან დაუფიქრებლად დაშვება სიკვდილს ნიშნავდა. ახლა მათ ყველაზე მეტად თოკი სჭირდებოდათ. ნაერმა ისევ ბაკ-დონგს მიმართა და უთხრა, თოკი გჭირდება. ეს ერთი შეხედვით უბრალოდ წინადადება იყო, მაგრამ სწორედ ამ თოკზე იყო დამოკიდებული მათი 6 თვიანი გეგმის წარმატება. თუ ბაკი ამჯერად ვერ მოახერხებდა მის შედანას, ყველაფერი ისთვისაც ამდენი ხანი მუშაობდნენ, წყალში ჩაიყრებოდა. მაგრამ ბაკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი მისთვის თითქმის არ არსებობდა. როგორ მოახერხა დრონების, კორუმპირებული მცველების თუ კრიმინალური კავშირების დახმარებით უცნობია, თუმცა საბოლოოდ თოკიც ციხეში აღმოჩნდა. თოკიც მზად იყო და გაქცევის გეგმის ბოლო ნაწილიც დასრულდა. შეთანხმდნენ, რომ ყველაფერს მეორე ღამეს განახორციელებდნენ. ამ მომენტამდე მისასვლელად მათ თვეები დახარჯეს. ატყობდნენ მცველებს, მანიპულირებდნენ ადამიანებზე და ფარულად ამზადებდნენ ყოველ ნაბიჯს. იცოდნენ, რომ შანსი მხოლოდ ღამით ექნებოდათ. პატიმრების დათვლა ყოველდღე 2 დროს ტარდებოდა, დილის 5-ზე და საღამოს 20 საათზე. ამიტომ გაქცევა საღამოს დათვლის დასრულებისთანავე უნდა დაეწყოთ. როცა 20 საათზე შემოწმება დასრულდა, სამივემ გეგმა ამოქმედა. მომდევნო დათვლამდე მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდათ. როგორც კი სავენტილაციო გვირაბში შეძვნენ, ყოველი წუთი მათ წინააღმდეგ მუშაობდა. სახურავამდე მიაღწიეს, მაგრამ წინ ბოლო გამოცდა ელოდათ. 5 სართულიანი შენობიდან დაშვება. მათ არ ჰქონდათ ჩატარებული არც ერთი გამოცდა. არ იცოდნენ გაუძლებდა თუ არა თოკი დატვირთვას. თუ გაწყდებოდა, ან ადგილზე დაიღუპებოდნენ, ან პირდაპირ შერიფის დეპარტამენტის შენობის წინ აღმოჩნდებოდნენ. პირველი ჯონათან ტიუ დაეშვა. ის ყველაზე გამხდარი იყო და უსაფრთხოდ ჩავიდა მიწაზე. შემდეგ კი ბაკ-დონგმაც იგივე გააკეთა. ახლა ნაერის ჯერი იყო. როცა დაახლოებით 9-ამდე იყო ჩასული, ყველაფერი კინაღამ დასრულდა. სწორედ იმ დროს ორი შერიფის თანამშრომელი გარეთ სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა. ნაერი ჰაერში გაშეშდა. თუ რომელიმე მათგანი ერთხელ მაინც ზემოთ აიხედავდა, 6 თვიანი გეგმა წამებში ჩაიშლებოდა. რამდენიმე წუთი, რომელიც მას საათებად მოიჩვენა, სრულიად გაუნწრებლად ეკიდა თოგზე. საბედნიეროდ მცველებმა ზემოთ არ აიხადეს. სიგარეტი მოწიეს და შენობაში დაბრუნდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვა ნაერი ფრთხილად მიწაზე. მათ შეუძლებელი შეძლეს, ციხიდან გაიქცნენ, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულიყო. შემდეგ დათვლამდე 5 საათზე ნაკლები რჩებოდა და ამ დროში უნდა გამქრალიყვნენ. ჯონათანის კრიმინალური კავშირების დახმარებით ახლომახლო უბანში წინასწარ იყო დამალული $900 და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გაქცევის შემდეგ უნდა აეღოთ. ამის შემდეგ ახალი ტანსაცმელი სჭირდებოდათ. ამიტომ ბაკმა 71 წლის ტაქსის მძღოლს ლონგმას დაურეკა
და ღამის საათებში საკითხებზე წაყვანას თხოვა. როცა საჭირო ნივთები იყიდეს, ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. მათ ლონგმა სიარაღი მუცელზე მიაბჯინეს და უბრძანეს წაეყვანა. გეგმა თითქოს მარტივი იყო, მექსიკის საზღვრამდე მისვლა. იქიდან კი ნაერი ირანში გაქცევას შეძლებდა, რადგან იმ დროს ირანი მის ექსტრადაციას ამერიკაში არ ახორციელებდა. თავისუფლება სულ რაღაც 2 საათის სავალზე იყო, მაგრამ სამივემ სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სამხრეთის ნაცვლად სხვა მიმართულებით გაემართა. მათ მექსიკის საზღვრისკენ წასვლის ნაცვლად ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 640 კილომეტრით დაშორდნენ საზღვარს. პირდაპირ ბეი არეისკენ გაემართნენ. 2016 წლის 22 იანვრის დილას ნაერი, ტიუ და დონგი უკვე ძალიან შორს იყვნენ თავდაპირველი გეგმისგან, მაგრამ ერთი რამ ჰქონდათ. ისინი თავისუფლები იყვნენ. ორენჯის ოლქის ციხეში გაქცევა თავიდან ვერავინ შეემჩნია. მათ ციხის შიგნით ყავდათ ადამიანი, რომელმაც საცულების შემოწმების დროს მათი არ ყოფნა დააფარა. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალი იყო. დაახლოებით 15 საათის შემდეგ, საღამოს დათვლისას, სიმართლე გაირკვა. ნაერი, ტიუ და დონგი გაქცეულები იყვნენ. შერიფის დეპარტამენტში სრული ქაოსი დაიწყო. ოპერაციაში 250-მდე მართალდამცავი ჩაერთო. შექმნა სპეციალური ჯგუფი. მედია ინფორმირებული გახდა და საშიში სამეულის ძებნა ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. იმ დროს, როცა პოლიცია მათ ეძებდა, გაქცეულები სან-ხოსეს ერთ-ერთ იაფსასტუმროში იმალებოდნენ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შვიდად დამულულიყვნენ, ისინი ტელევიზორში საკუთარ ძებნას უყურებდნენ და იმ ქაოსით კვებოდნენ, რომელიც თავად შექმნეს. თუმცა ეს შეგრძნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ნაერმა მალე გააცნობიერა, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებოდნენ ერთ ადგილზე, მით უფრო საშიში ხდებოდა სიტუაცია. მათ ფული და არჩევანი ეწურებოდათ. ბაკ დონგმა გამოსავალი ისევ იპოვა. მან ინტერნეტში გასაყიდი თეთრი ფურგონი ნახა. ისინი მფლობელ სატესტო გასეირნებაზე შეხვდნენ და როგორც კი მანქანა ჩაიგდეს ხელში, უკან აღარ დაბრუნებულან. ახლა ახალი მანქანა ჰქონდათ, მაგრამ ნაერს ერთი პრობლემა რჩებოდა. ტაქსის მძღოლი, ლონგმა, მან ყველაფერი იცოდა და ნაერი ფიქრობდა, რომ ასეთი მოწმე საფრთხეს წარმოადგენდა. მისი გადაწყვეტილება ცივი და გათვლილი იყო. ლონგმა უნდა მოიკლათ. მაგრამ დონგი ამას არ ეთანხმებოდა. გაქცევის დღეებში მას ლონგმასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მოხუცი მას საკუთარ ბიძას აგონებდა. ორ კაცს შორის დაპირისპირება დაიწყო. ნაერი უფრო ძლიერი და ფიზიკურად მომზადებული იყო, მაგრამ დონგს ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა. საბოლოოდ ნაერმა უკან დაიხია და ლონგმა სიცოცხლე შეუნარჩუნა. მეორე დილით ნაერი და ტიუ ფურგონის მინების დაბურვაზე წავიდნენ. დონგმა ეს მომენტი გამოიყენა და ლონგმას უთხრა: ბიძია, უნდა წავიდეთ. მათ შენი მოკლა უნდათ. დონგმა და ლონგმამ გაქცევა მოახერხეს და ორენჯის ოლქისკენ დაბრუნდნენ, მაგრამ დონგი უკვე აღარ გარბოდა. მან გადაწყვიტა პოლიციას ჩაბარებოდა. როცა ნაერი და ტიუ სასტუმროში დაბრუნდნენ და დონგი იქ აღარ დახვდათ, მიხვდნენ, რომ დრო ეწურებოდათ. ფულის, გეგმისა და მოკავშირეების გარეშე მათ ისევ გზაზე გასვლა მოუწევდათ. ამჯერად ისინი უბრალოდ გაქცეულები აღარ იყვნენ. ისინი საკუთარი გაქცევის გეგმაში გამოწყდებულები აღმოჩნდნენ. ამასობაში სამართალდამცავები ისევ უშედეგოდ იზრდნენ მათ. მიუხედავად მასშტაბური ოპერაციისა, ასობით ოფიცრისა და მთელი ქვეყნის ყურადღებისა, ნაერი და ტიუ თითქოს უკვალოდ გაქრნენ, მაგრამ ყველა გაქცევას აქვს სუსტი წერტილი. ამ შემთხვევაშიც გადამტეხი ინფორმაცია ყველაზე მოულოდნელი ადგილიდან მოვიდა. ბაკ დონგი და გამტაცებელი ტაქსის მძღოლი ლონგმა ორენჯის ოლქში დაბრუნდნენ. როცა ისინი ადგილობრივ ტექნიკის მაღაზიაში შევიდნენ, დონგმა ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. თანამშრომლებს მშვიდად უთხრა: პოლიციას დაურეკეთ. დონგი და ლონგმა უბრალოდ ჩაბარებას არ აპირებდნენ. დონგს კიდევ ერთი იდეა ჰქონდა. მას სურდა გაქცევის შესახებ დაწესებული ჯილდოს მიღება, იმ პირობით, რომ თავად მიაწვდიდა ინფორმაციას. ის ცდილობდა ისტორიაში პირველი ადამიანი გამხდარიყო, ვინც საკუთარ თავზე გაცემული ჯილდოს მიღებას შეეცდებოდა. თუმცა ამ ნაბიჯით მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მან ნაერის წინააღმდეგ გადამწყვეტი ინფორმაცია გასცა. ნაერისთვის და ტიუსთვის ყველაფერი ნელ-ნელა იშლებოდა. დონგმა ლონგმასთან ერთად გაქცევა რომ მოახერხა და პოლიციას ინფორმაცია გადასცა, მათ იცოდნენ, რომ მთელი ოპერაცია მალე დასრულდებოდა. მოპარულ თეთრ ფურგონში სან-ფრანცისკოს პარკის რაიონში ისინი გრძნობდნენ, რომ ალყა ვიწროდებოდა. ნაერი შეიძლება ძალიან ჭკვიანი და გათვლილი ყოფილიყო, მაგრამ ბედს ვეღარ გაექცეოდა. მათი იღბალი ყველაზე მოულოდნელად დასრულდა. უსახლკარო კაცმა ჰოლ-ფუდის მაღაზიასთან გაჩერებული ფურგონი იცნო. მას ახალი ამბებიდან ნანახი ჰქონდა გაქცეულების სახეებით, რაც თავარია, ისიც იცნო, როგორი მანქანით გადაადგილდებოდნენ.
ამ ერთმა ცნობამ ყველაფერი შეცვალა. რამდენიმე წუთში პოლიციამ ფურგონი ალყაში მოაქცია. ჯონათან დიო მიხვდა, რომ გამოსავალი აღარ ჰქონდა და წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა. ნაირიც მალევე დააკავეს.